მადლობას ვუხდი თბილისელებს 40,000-მდე თბილისელს, რომელიც მოვიდა და ხმა მომცა და მხარი დამიჭირა ამ პროცესში. ქართულ პოლიტიკას მარცხის აღიარება დიდი ხანია არ მოусმენია. ყველასთვის ყველაფერი იმდენად ცხადია, რომ ლელოს და ირაკლი კუპრაძეს საკუთარი ამომრჩევლებისთვის სათქმელი მხოლოდ მადლობა დარჩათ. ერთდღიანი დუმილის შემდეგ ცესკოს შედეგებიდან დაფიქსირებული მარცხი აღიარეს კახარიას პარტიაშიც. მეტიც, ლიდერის შემდეგ ახლა უკვე რიგითებიც ამბობენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტიც შეცდომა იყო. არ გაურბივართ დამდგარ რეალობას და ვაღიარებ თუნდაც უსამართლო ბრძოლაში დამარცხებას. ჩვენ ვრჩევით პოლიტიკურ ბოიკოტში, საპარლამენტო ბოიკოტი იყო შეცდომა. თუმცა შეცდომის გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს და ჩვენ უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ მიმდინარე პროცესების სერიოზულ ანალიზს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ოპოზიციის მარცხი იმდენად თვალსაჩინო, საარჩევნო გარემო კი იმდენად მშვიდი და კონკურენტული იყო, რომ ქართული ოცნების განცხადებით ოპონენტების აღიარება გარდაუვალი გახადა. არჩევნებში გამარჯვებულებმა დღეს დამარცხებულებს შარშანდელი შეცდომა და არაღიარების კამპანიაც გაუხსენეს. კარგი იქნებოდა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადაეხადათ მადლობა თავიანთი ამორჩევლისათვის და მაშინ აღარ იქნებოდნენ ამ მდგომარეობაში. და мотивация ამ განცხადებისა არის ორი. ერთი, რომ თითქოს და ის ამორჩეველი მაინც შეინარჩუნონ, ვინც მათ ხმა მისცა და მეორე, ამით ერთგვარად შექმნან იმის, ასე ვთქვათ, სურათი, რომ ისინი თავიდან ბოლომდე მხოლოდ არჩევნებზე იყვნენ მათი პოლიტიკური გეგმა უკონცენტრირებული. მოუწევთ ლელოს წარმომადგენელსაც, სხვა რადიკალებსაც საბოლოო ჯამში თვალის გასწორება იმ რეალობაზე, რაც არის საქართველოში და იმის აღიარება, რაც არჩევნებზე ქართველმა ხალხმა საკუთარი გადაწყვეტილებით გააკეთა. ეს არის ნდობა ქართველი ოცნებისადმი კვლავაც 2012 წლიდან დღემდე. თუმცა ის, რაც არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის თვალსაჩინოა, ქუჩიდან განსხვავებულად ითვლება. ვერ შემდგარი დამხობის მონაწილეები არჩევნებზე მისულ 1,100,000-ზე მეტ ადამიანს და მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს არ იჩნევენ. არჩევნებში გამარჯვებულებს კი ლეგიტიმაციას უწუდებენ. გამოდის, რომ მოცნება ამ თავის ეგრეთ წოდებული ნაჩალი-ჩალი შედეგებითაც კი მართავს ქვეყანას 32%-იანი ლეგიტიმაციით. რიცხვებში დაკარგულებს დღეს კახაკალაძემ არითმეტიკაში გადამზადება ურჩია. გაიხსენა ძველი შედეგები, შეადარა ახალს და ოპონენტები მორიგ ტყუილში ამხილა. 2017-ში მივიღე ხმა 204,000 ხმა მივიღე. ეხლა მივიღე 215,370 ხმა. გაჩეკით ეხლა თქვენ? პირველი მათემატიკაში მოემზადეთ. კახაკალაძემ თბილისელების მხარდაჭერით მიიღო 71%. ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში დაფიქსირებულ მაღალ აქტივობასა და ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ უპრეცედენტოდ მაღალ მხარდაჭერაზე საუბრობს. მმართველი გუნდის განცხადებით არ შემდგარი მეამბოხეები საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას ისევ ტყუილით ცდილობენ. როდესაც მეოთხე თვითმმართველობის არჩევნებში ისტორიულ შედეგს დებთ ზუსტად ამორჩეულთა მხარდაჭერის რაოდენობის თვალსაზრისითაც ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ კახაკალაძეს ქართულ ოცნებას აქვს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერა. ფაქტი არის, რომ რადიკალური ოპოზიცია, ეს არ შემდგარი მეამბოხეები და დამხობის ორგანიზატორები სიცრუეში აცხოვრებენ ისედაც ერთმანეთზე საკუთარ მცირე რიცხოვან მხარდაჭერებსაც. მუნიციპალურ არჩევნებზე ქართულ ოცნებას არასდროს ასეთი მაღალი მხარდაჭერა არ ქონია, მათ შორის თბილისის კონტექსტში. მაგალითად, ლიტვაში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 28%-მა მოსახლეობის, ლატვიაში 33%-მა. არავის, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია არჩევნების ლეგიტიმაცია და დემოკრატიულობა და ესეც ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ნებისმიერი განცხადება ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია. ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებში 64-ვე მუნიციპალიტეტი დამაჯერებლად მოიგო. ყველგან 70%-ზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვა.